Salmabit, let's fucking go. დღეს ჩვენ, იდეაში დავაკავშირეთ ჩვენ, ხო, ჩვენი AI და რეალურად მუშაობს, ან ჩვენი სუპერს მუშაობს, ხო? შევიდეთ Superbase-ზე, ხავთ, რომ რეალურად ჩაიტვირთა წინა ლექციაზე ჩვენი conversation-ები და ასე შემდეგ, ხო? Conversation-ში გვაქვს რამდენი conversation-ში message-ებშიც რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი ჩვეულებრივი message-ები. ამ შემთხვევაში გვინდა რომ, კონკრეტულად დღეს deploy გავაკეთოთ, ხო? და მოდი დავადეპლოიოთ ჩვენი chatbot-ი. ამ შემთხვევაში რაც მინდა git სტატუსი დაამახსოვროს თუ გვაქვს, ასე იგი, okay, არ გვაქვს git. Edi გავუშვათ, git commit და შენ აქ commit-ის სახელი გვინდა და ამ შემთხვევაში დავარქვათ implement schemas and connection with UI. ეხლა რაც გვჭირდება ეს არის რომ რეპოზიტორი შევქმნათ, ამ შემთხვევაში რეპოზიტორი შევქმნი, დაგიბრუნდები. კი ბატონო, ამ შემთხვევაში რეპოზიტორი შევქმნით. ეხლა რაც გვჭირდება გვინდა რომ წამოვიდეთ და გავუშვათ git branch -m mini branch-ს შევცვალოთ სახელი, ეხლა გავუშვათ git clone და მოკოპიროთ. არა, sorry. clone-აში ჯერ ეს გავუშვათ და შემდგომ git push -u region main-ზე დავუშვათ ეს ყველაფერი. კი ბატონო, დაიფუშა და ეხლა რო apt-get და რეალურად შევამოწმოთ, ხო? ანუ აფუშული იქნება, ხო? ჩვეულებრივად ავფუშეთ ჩვენი მონაცემები რა, ანუ კოდი GitHub-ზე და ამის შემდგომ ეხლა რაც გვჭირდება, ეს არის რომ დავუბრუნდეთ ჩვენ vercels, ხო? და აქ გვინდა ეხლა, იდეაში overview-ში რო გადავალთ, შეგვიძლია შემდგომ ავირჩიოთ უკვე რომ დავაიმპორტოთ ახალი პროექტი და უკვე აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ კონკრეტულად რომელი პროექტი გსურს და ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავუშვათ ჩვენი YouTube AI, რომელიც დავაიმპორტეთ. ეს. ეხლა რაც გვჭირდება აქ, რომ ეს არის okay, white-ის ვერსია არის, კი ბატონო, და აქ გვჭირდება რომ environment variable-ები ჩავყაროთ. მე ხა მას ჩავყრე, ხო აქ შეგვიძლია მოვაკოპიროთ პირდაპირ ჩავაფეისტოთ და ავტომატურად ჩაფეისტება და იდეაში, ხო. ჩავწერე ხა და დაგიბრუნდეთ. Okay, environment variable-ებს ჩავაფეისტეთ და ეხლა შეგვიძლია გავუშვათ უკვე deploy და იდეაში დავადeploy-ოთ ჩვენი პროექტი. რო გაიხოსტოს, ხო, რეალურად. შესაბამისად, ჩემი ვიდეოში ხო, ეს უკვე გახსნილი გვექნება. შესაბამისად, შევქმნით მეორე branch, რომელიც იქნება სატესტო branch-ი და კი ბატონო, ანუ შეიქმნა ჩვენი პროექტი. შვენიერი dashboard-ზე დავუბრუნდეთ და იდეაში რომ შევიდეთ კიდევაც ჩვენ YouTube AI-ზე, აქ ნახავთ რომ okay. Hello. გავუშვათ. AI-მას დავუბრუნდა. What do you think about hosting project on Vercel? Is it good for enterprise production? Vercel is a popular platform for hosting projects, especially for front and serverless applications. It offers great performance, scalability, and ease of use, making it a solid choice for many developers and small to medium-sized businesses. However, when it comes to enterprise production, there are few considerations to keep in mind. Vercel may not offer the same level of customization and
and a control as some other hosting providers. ხო, როგორც ხედავთ, ვერსიალი არ არის ისეთი ტივი, სადაც შეიძლება მაქსიმალურად გაიხსნას ჩვენი პროდუქტი, which could be a concern for larger, more complex projects. Additionally, it's important to carefully review Versal's pricing plans and make sure they align with the needs and the budget of your enterprise. ხო, კი ბატონო, ანუ შედარებით უფრო ძვირი ამბებიც არის, ხო, Versal's. Overall, Versal can be a good option for enterprise production, but it's important to carefully evaluate your specific requirements and make sure that Versal's features and limitations align with your project goals. ხო, ანუ როგორც ხვდებით, რეალურად ვერსელი არ არის ტიპი, სადაც მაგალითად, ხო, productions გავხსნათ. მაგალითად ეს კითხვას დავუსვამ ახლა მე ChatGPT-ს, but if I have my front end project on Vercel and back end on AWS serverless Lambda options for big enterprise project, is it good? მოგკითხოთ და ნახოთ რაც გვეტყვის ჩვენი AI. კი ბატონო, using Vercel for the front end and AWS Lambda for the backend can be a good choice for a big enterprise project. Vercel offers a fast and robust hosting service for front-end applications, while AWS Lambda provides a scalable and cost-effective solution for running serverless functions. By using these two services together, you can take advantage of the benefits of each platform. Vercel allows you to easily deploy and manage your front-end code, while AWS Lambda enables you to create and deploy serverless functions that can handle complex backend logic. Overall, this setup can help you build a robust and scalable application that can meet the needs of the large enterprise project. Just make sure to properly configure and optimize both platforms to ensure good performance and scalability for your application. ხო, ანუ როგორც ხედავთ, აი ზუსტად ამიტომ საუბრობ და ზოგადად ჩვენს აკადემიაშიც AWS-ის 20 თვიანი კურსი იქნება ძალიან მალე ზაფხულის შემდგომ, როცა სამრი გადაივლის. ამის შემდგომ გვექნება AWS-ის bootcamp-ი, სადაც მაქსიმალურად და დეტალურად გასწავლით თუ როგორ უნდა ფლობდეს Lambda functions, ზოგადად AWS-ის ცოდნას და გამოცდილებას, senior developer-ი, შესაბამისად ის მოგცემთ ძალიან დიდ ნახტომს და ძალიან დიდ განსხვავებას სხვა დეველოპერებს შორის, ძალიან მაგარი რაღაცებს ვისწავლით, შესაბამისად, ანუ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და ასევე როგორც ხედავთ, ანუ არქიტექტურის კუთხითაც, ხო, თუ ჩვენი ვებსაიტი ფრონტის ნაწილი არის გახოსტილი ჩვენს Vercel-ზე და Vercel-ით რეალურად არის server კომპონენტები, ხო? და ამას პლუს Lambda function-ები backend-ისთვის, მონაცემთა წვდომისთვის და ასე შემდეგ, შესაძლოა იდეალური ველოზე იდეალური ზოგადად ანუ cloud stack-იც შეგვიძლია დავაშოთ, მაგალითად front-end-ი დავის edge function-ებით. Next.js-ი და backend-ზე Hono.js-ი და Hono-ზე, ნუ იდეაში Hono შეგვიძლია გავხსნათ როგორც AWS-ზე, ასევე cloud worker-ებზე და ნუ იდეალური სტეკია, რასაც დიახ line-level-ით დავაზობთ და რეალურად ასევე შეიძლება ჩვენი ერთ-ერთი იაპონელი მეგობარი ჩამოვიყვანოთ მალე და შესაბამისად ამ იაპონელ ადამიანს ექნება ჩვენთან master class-ების Hono.js-თან დაკავშირებით. ასე რომ, ნუ არ გამოტოვოთ, გამოგვიწერეთ, ნუ დღეს რეალურად რაც უნდა გავაკეთებინო, გავხსნეთ ჩვენი ვებსაიტი, ეხლა ან host-ზე ვსაუბრობთ. So Hono is best in JavaScript backend world
მოდი ესეც ვკითხოთ, ცოტა ოდნავ გავერთოთ და დავიშალოთ. Really depends on specific needs and the performance, but some popular and widely used options for JavaScript backend include Node.js, Express, and Nest. Each of these frameworks. ხო, ну იდეაში ხონო აქ არ ახსენა. მაგრამ what do you think about Hono.js? Personal opinion. So Hono.js is a JavaScript library that is designed to make building sorry man. ხო, და ნუ იდეაში რაც იძახის არის ის, რასაც ვამტკიცებ, რომ API-ებთან მუშაობის მომენტში არის ყველაზე მაგარი საერთოდ და ნუ იდეალური არის რა. კაი, იდეაში დღეს რაც გავაკეთეთ, ეს არის ავდექით და გავჰოსტეთ ჩვენი პროექტი და ნუ იდეაში დღეისთვის სულ ეს იყო. დღეს რაღაცა light day იქონა, იმიტომ რომ წინა ლექცია შედარებით tough იყო. ხო, ბევრი ნახვაც არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივად, ხო, ანუ როგორც ისე ვიტყვი, გაკეთდა question-ი, oath-მა გაიმარჯვა, საბედნიეროდ. თუ სამწუხაროდ, მე კლერკიც ძალიან მიყვარს. oath-ით შემიძლია დავიწყოთ მუშაობა და პლუს საინტერესოც არის, ხო, იდეაში. გაწერა ყველაფრის სერვისების და შესაბამისად დაგმშვიდობებით გამოგვიწერეთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი ზარის ღილაკი, subscribe-ი და მომავალ შეხვედრამდე დროებით.